სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს დანუდაც მანო უწოდებენ თომას კვირას მოგეხსენებათ. აღდგომიდან ერთი კვირის შემდგომ ყოველთვის ასეა ტრადიციულად ანტიპასხა ესე ეძახიან მას მართლმადიდებლურ სამყაროში ანტი მხოლოდ საწინააღმდეგო არ გეგონოთ თქვენ ანტი არის რაღაც ესე იგი არ არის ყოველთვის უარყოფითი რაღაცა ტერმინის გამომხატველი ანტი ნიშნავს ნაცვალსაც ანუ ეს არის აღდგომის ნაცვალი დღე აღდგომის განახლება შეიძლება ქართულად ასეც გამოითქმის რომ აი ამ სიხარულის განახლება არის თუმცა კი თომას შესახებ ვკითხულობ სახარებას და ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ის რომ თომა მთელი ამ ჩვენი კაცობრივი ბუნების ზოგადად კაცობრიობის პრობლემის შესახებ წარმოაჩენს ამ სახარებაში იოანე ღვთისმეტყველის სახარება წავიკითხეთ და თომას ხასიათით წარმოჩინდება თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება ძალიან ხშირ შემთხვევაში. ეხლა რა ხდება, როგორ წერია სახარებაში? ერთშაბათის საღამო, ანუ კვირის საღამოს, დილით ხო მენელსაცხებლე დედები მივიდნენ, რომლებმაც ნახეს, რომ საფლავიც არიელია. იქვე ხომ აღდგომა ხარება მიიღეს ჯერ ანგელოზისაგან და ამის შემდგომ თვით უფალი გამოეცხადა. ამის შემდგომ პროცესი არის ის, რომ ამ ერთშაბათის საღამოს დახშულ კარებში, როდესაც მოციქულების ხედან და კარები შიგნიდან აქვს საგულდაგულოდ გადარაზული, ეს სახარებაში ასე წერია და მიზეზი რა არის? შიშისათვის 2000-ა, იმიტომ რომ მათი მოძღვარი შეიპყრეს და აწამეს, ეს ყველამ ნახა. შესაბამისად უკეთეს არც ისინი მოელია თავიანთ თავზე და ამ შეშინებულების ხედან ერთ ოთახში ჩაკეტილები 9 კვირტულში მოგვეთ ესე ვთქვათ. შემოდის მაცხოვარი აი ამ დაკეტილ კარში და მიმართავს მათ რომ მშვიდობა თქვენთან. ძალიან მნიშვნელოვანი ამ სიტყვებს უნდა დააკვირდეთ. მშვიდობა თქვენთან. მშვიდობა გახლავთ. აი როგორც კეთილი თესლი რომ აღმოცენდეს მიწას წინასწარი დამუშავება ჭირდება, ესეთი რამ გახლავთ ადამიანისთვის მშვიდობა. თუ ეს მიწა არ არის მყარად ერთ ადგილზე, რატომ არ ამოდის ქვიშაზე არავითარი ბალახი იცით? ქვიშა თუ გაჩერდება ერთ ადგილას და არ იმოძრავებს, მაშინ იქაც შეიძლება რაღაცა გაიზარდოს, მაგრამ ქვიშა რომელსაც ქარი ხან იქეთ მიმოფანტავს და ხან აქეთ, იქ ვერაფერი ვერ ხარობს საერთოდ. ამიტომაც ნიადაგი მაშინ არის მყარი, როდესაც ის არ არის მოძრავი ესე და არ მიიქცევა იქეთ და არ მოიქცევა აქ. და შესაბამისად ადამიანის გულით სარწმუნოებაში ესეა. თუ გინდა რომ შენში გაღვივდეს ის კეთილი თესლი, თუ გინდა რომ ნაყოფი გამოიღოს ამან ყოველივემ, მაშინ მშვიდობა უნდა გქონდეს შენ სულიერი, სხვაგვარად ეს შეუძლებელია. ამ მშვიდობის გარეშე ქრისტეს აღდგომის რწმენაც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ემოციის ფონზე დაიჯერებს ამას, ეს ემოცია ჩაქრება და სარწმუნოებაც გაქრება მასთან ერთად. აღარაფერი აღარ დარჩება. ან ადამიანი რაღაცა ეს ემოციურად აღელვებული შეიძლება მივიდეს და რაღაცა სასწაული იხილოს და თქვას რომ ამ სასწაულის გამო ახლა მე მთებს გადავდგამ და ეს იცით რას გავს? ცეცხლს რომ დაანთებ, გამუდმებულად თუ შეშას არ უკეთებ, ის ცეცხლი აუცილებლად მინაუდება. და მინაუდება კი არა, საერთოდ კვალიც აღარ დარჩება მისი არაფერი რომ იქ ოდესღაც სიმხურვალე იყო, ამასაც კი აღარ გაგახსენებს. შეიძლება უბრალოდ რაღაცა ლაქამ გაგახსენოს რომ აქ ერთ დროს ცეცხლი ენთო. ასეთი რამ არის ადამიანისთვის, როდესაც ის ემოციებით იმართება. მაგრამ როდესაც მას აქვს მშვიდობა, საფრთხო მშვიდობა, შეურყეველი გული სარწმუნოებისა, მაშინ უკვე ძალიან მყარია მისი მდგომარეობა. ორ ფეხზე დგას შეიძლება ითქვას ეს ადამიანი თამამად და არ წაიქცევა, იმიტომ რომ ასეთი მშვიდობის დროს არის შემოსული მასში ქრისტეს აღდგომის რწმენა და არა ემოციაზე დაფუძნებული რომ დავინახე ახლა ცეცხლი გარდა მოვიდა და ამიტომ ვიწამე და ან დავინახე რომ მარტო სუდარა იყო იქ და მეტი არაფერი მოციქულს რო ეთქვა და ამიტომ ვიწამე. არა, მშვიდობა თქვენთანა სწორედ ამ სიტყვებს განსაზღვრავს.
მშვიდობა თქვენთანა ნიშნავს იმ შეურყევლობას, იმ აუღელვებლობას, რომელსაც ვერც ემოცია, ვერც სხვა ნებისმიერი ადამიანური გრძნობა ვერ აკონტროლებს. მათ შორის იქ ემოციები არ იქნებოდა სასიხარულო ემოციები, მინდა გითხრათ მოციქულებთან. როგორი ემოცია უნდა ყოფილიყო, რომ მოძღვარი ყავდათ საყვარელი, რომელიც შეიპყრეს, აწამეს, მოკლეს, და ეხლა თვითონ სხედან და იმალებიან, იმიტომ რომ თვითონაც იგივე დღეში არ ჩავარდნენ. რა ემოციაზეა საუბარი? შეიძლება მწუხარებისგან, სასოწარკვეთილებისგან იყოს ადამიანი შედრწმუნებული. და ამ დროს, როდესაც გამოდმებით გეფიქრება საკუთარ თავზე, რომ როგორ გადარჩე, როგორ გამოძვრე ამ სიტუაციიდან, რომ შენი მოძღვრის, ესე იგი, ბედი არ გაიზიარო და შენ ჯვარზე არ მიგალოვსნო, ამ დროს თუ არ გექნება მშვიდობა, აღდგომის რწმენა შეუძლებელია. ამიტომაც მაცხოვარი არ იწყებს, აჰა მოვედი მე აპლომელი მკვეთით. მაცხოვარი იწყებს მშვიდობა თქვენთან, იმიტომ რომ არც ემოციებმა, არც სასოწარკვეთილებამ, არც მწუხარებამ, არც უნუგეშობამ არ შეიძლება მიიტაცოს ეხლა შენი გული და სული. ერთადერთი მშვიდობა და წონასწორობა გჭირდება იმისთვის, რომ რეალურად გაანალიზო ის, რაც ხდება. ამის შემდგომ უჩვენებს ხელებს, ფეხებს, უჩვენებს თავის გვერდს. ამის შემდგომ არის, რომ მოითხოვს საჭმელს და შეჭამს მათთან ერთად. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის სხეული, რომელს სხეულსაც ყველა ადამიანი შეიძენს აღდგომის შემდგომ, რომელსაც დაბრკოლება არავითარი არ ექნება დახურულ კარში შესვლისა და გამოსვლის. ეს არის სხეული, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს საკვებისა, მაგრამ აქ ეხლა ამ მომენტში საჭიროებაა საკვების მიღებისა, იმიტომ რომ მოჩვენება არ ეგონოს. მოციქულებს არ ეგონოთ, რომ ადამიანი რაღაცაზე გამოდმებული ერთ და იგივე რაღაცაზე რომ ფიქრობს, შეიძლება მოელანდოს კიდეც ის, ვიზეც ფიქრობს. და ეს მოლანდება რეალობად რომ არ აღიქვას და რომ არ დაიჯეროს, რომ ნამდვილად ასეა, ამიტომაც მაცხოვარი ასე აკეთებს. რომ უჩვენებს ხელებს და ფეხებს ჭრილობას, ამის შემდგომ მოითხოვს საჭმელს და შეჭამს ამ საჭმელს, დასტურად იმისა, რომ თუნდაც რო გადათვლიან და რო ნახავენ, რომ რაღაცა საჭმელი აკლიათ მაცხოვრის წასვლის შემდგომ, ამით კიდევ ერთხელ დაადასტუროთ, რომ ეს რაღაცა ფანტაზიის ნაყოფი კი არ ყოფილა და რაღაც მირაჟი კი არ ყოფილა, რომელიც შემოვიდა შენს გონებაში და შეიძლება ყველას 12 არ იყო, 10 იყო, მაგრამ 10-ვეს ერთნაირად მოგვეჩვენა. არა, დასტურად იმისა დევს ის, რომ საჭმელი აღარ არის, იყო და აღარ არის. შეჭამა. აი ამის დასამტკიცებლად აკეთებს და არა იმიტომ, რომ ამ სხეულს ოდესმე საკვები დასჭირდება და ამის შემდგომ ეუბნებს შეფერა მათ სულიწმინდა და ეუბნება, რომ ვისაც მიუტევებთ მიეტევება და ვისაც არ მიუტევებთ არ მიეტევება. ეხლა არ მინდა სხვაგან გაგვექცეს ჩვენი საუბარი თომასთან უნდა მივიდეთ, მერე რა მოხდა და თომა რა მდგომარეობაში იყო ამ დროს, მაგრამ ესეც უნდა გახსოვდეთ თქვენ, ეს ფრაზა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შემოსევა სექტანტური, რომელიც რაღაცა მოდად გადაიქცა და მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც რომელიმე სექტას კი არ ეკუთვნიან, უბრალოდ ისე ქვიათ ეხლა მართლმადიდებელი ქრისტიანები, მონათლულები არიან და პირობითი ქრისტიანები არიან, შეიძლება სწორედ ეს კითხვა და რაში მჭირდება ეხლა მე სასულიერო პირი, რაში მჭირდება მოციქული, მე თვითონ ვილაპარაკებ ღმერთთან. კი ბატონო, მართალი ხარ, შენ თვითონ ვილაპარაკებ ღმერთთან, მაგრამ სახარების ამ სიტყვებს რა ვუყოთ, რომ ვისაც მიუტევებთ მიეტევება და ვისაც არ მიუტევებთ არ მიეტევება. რა ვქნათ, მაშინ უნდა წავშალოთ ეს სახარებიდან. უნდა ვთქვათ, რომ ეს რაღაცა არასწორად თქვა, ასე თქვა, ასე დადგინდა, ასე დადასტურდა, ამისი ძალაუფლება მოციქულებს მიეცათ. მოციქულთა მემკვიდრეებს მერე ჩვენს სამღვდელოებას ეს მემკვიდრეობა დღევანდელ დღემდე 21 საუკუნეა მემკვიდრეობითად გადადის ეს ხელდასხმა. მე რომ ჩემმა პატრიარქმა დამასხა ხელი მგლად და მას მისმა პატრიარქმა თავის დროზე ეს ყველაფერი სწორედ ამის დასტურია, რომ ეს უწყვეტობა დღემდე მოსული ამას ეკლესია ინახავს და ინახავს სწორედ ამ მიზნით, რომ ემსახუროს საზოგადოებას ამით, რომ მოტევება მიიღოთ, უნდა გინდოდეს მოტევება რომ მიიღო. რაც არ გინდა იმას ვერ მიიღო და უნდა გინდოდეს ვის უნდა მიმართავდე ამისთვის, ეკლესიას რა თქმა უნდა.
ეკლესიის იმ მემკვიდრეობას, რომელიც დღევანდელ დღემდე ასე მოდის და ასე იქნება უქმნისამდე ჟამთან. ესეც სახარებაში წერია, გამოცხადებაში წერია უკაცრავად, რომ არ შეწყდება ეს მსახურება. არ ესწრებოდა ამ შეხვედრას თომა მოციქული. და უთხრეს მას სხვა მოციქულებმა, დარჩენილმა 10-მა, რომ ასეთი რა მოხდა, მაცხოვარი აღდგა და თომა ამბობს, მე არ დავიჯერებ ამას, სანამ მე თვითონ არ ვიხილავ მის ჭრილობებს და თიც არ ჩავყოფ შეგნით. ამის შემდგომ გადის ერთი კვირა. ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორც წარმოგიდგენიათ, თომა რა დღეში შეიძლება ყოფილიყო. ერთი კვირის განმავლობაში მან ითხოვა ასეთი რამ, რომ მე არ დავიჯერებ ამას, სანამ თიც გამოთქმა ცხოვარი ძალიან ხშირად და ყველა ქვეყანაში ურწმუნო თომას რო ეძახიან ადამიანს რაღაცას რომ არ დაიჯერებს. ჩვენც ხო გვაქვს რაღაცა ჩვენი სინჯიუტი. მშობელი რომ გეუბნება რომ რაღაცა ესე უნდა გააკეთო რომ კარგია და შენეუნები რომ მოიცარა ახლა მე უკეთესად ვიცი. მასწავლებელი რომ გეუბნება რომ რაღაცა ესე ჯობს, ესე გადაწყვიტო ეს საკითხი და მასწავლებელმა რა იცის, მე ვიცი. ისიც ხომ არის რომ ადამიანი რაღაცა რჩევას გაძლევს, შენზე უფრო მეტი გამოცდილება აქვს რაღაც საკითხში. მაგრამ არც მას არ უგდებ ფულს და ეუბნები რომ არა. მე მაქვს ჩემი თავისუფალი ნება, მე მაქვს ჩემი რაღაც არჩევანი და მე თვითონ გადავწყვეტ როგორ უნდა ვიყო ბედნიერი. და გავიწყდება ერთი რამ, რომ ეს შენი არჩევანი, ეს შენი თავისუფალი ნება არ ნიშნავს იმას, რომ არ მოусმინო სხვას. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვას უნდა მოусმინო, შეიძლება არ გაითვალისწინო, მაგრამ აუცილებლად უნდა მოусმინო. რატომ მოვყევი ეს ამბავი, იცით რომ ურწმუნო თომასთან რო ადარებენ ვიღაცა ადამიანს, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი დაკნინებაა იმ წყალებში ურწმუნოებისა, რომელიც თომას ჰქონდა. მე გეტყვით, რაც არის თომას ურწმუნოება. და აბა შეედარეთ თქვენ მის ურწმუნოებას. თომას ურწმუნოება, რომელიც მან სიტყვით თქვა, რომ სანამ თიც არ ჩავყოფ ჭრილობაში არ დავიჯერებ მას, რომ მკვდრეთით აღდგა. იცით როგორი? ერთი კვირის განმავლობაში დგას და ელოდება, როდის გამოცხადდება მაცხოვარი და მისცემს ამსუფლებას, რომ თითი ჩახოს მის ჭრილობაში, რომ დარწმუნდეს თომა, რომ ნამდვილად მკვდრეთით აღდგა უფალო. აი ახლა ჩვენი ურწმუნოება შევადაროთ ამას. ავად გახდება ადამიანი, აიღებს ლოცვას ხელში, დაიწყებს ლოცვას და იმ წამსვე უნდა განიკურნოს. ელოდება თუნდაც ერთ კვირას. რაღაცა განსაცდელი აქვს, იმ წამსვე უნდა მორჩეს ეს ამბავი, დაიწყო ლოცვა და სად არის ღმერთი? რატომ არ პასუხობს ღმერთი? გამუდმებულად შეიძლება ეს კითხვა კონდეს. გამუდმებულად შეიძლება ყვედრიდეს, უფრო მეცაც გეტყვით, ასე თქვას. ღმერთი არ ყოფილა, იმიტომ რომ პასუხი არ მომეცა. ასეთ გაჭირვებაში არ მიშველა, ასეთ უკიდურესობაში დამტოვა. ამიტომ თუ ღმერთმა ღმერთობა მიატოვა, მე ადამიანმა ადამიანობა უნდა მივატოვა. აი, გეკითხებით ახლა, თომას ურწმუნოება და ჩვენი ურწმუნოება ერთი და იგივეა? მას არ მიუტოვებია ადამიანობა. მას არ მიუტოვებია ის ნუგეში, რომ რაც თქვა, იცოდა რომ ეს ასე მოხდებოდა. იცოდა რომ მისი მოძღვარი მას არ დატოვებდა და იცით რატო? ერთადერთი თომა იყო, როდესაც მაცხოვარმა თქვა მისი შეპყრობის წინა დღეებში, რომ ჩვენ კვლავ იერუსალიმში უნდა დავბრუნდეთ, ერთადერთი თომა იყო, რომელმაც სხვა მოციქულებს გამოუცხადა. ჩვენც წავიდეთ მასთან ერთად და მასთან ერთად მოვკვდეთო, იმიტომ რომ ზუსტად იცოდა, რაც ელოდებოდა იქ მაცხოვარს, ხალხი მას შესაძლებლად დაძლებდა. ამიტომ უშიშრად აცხადებს. მიდის ასე ჩვენც მასთან ერთად წავიდეთ და მოვკვდეთ. გასაგებია რომ მე იმ ექსტრემალურ სიტუაციაში ყველა მოციქული მიმოიფანტა, მაგრამ კვლავ თომას ურწმუნოებას დაუბრუნდეთ და ვკითხოთ ახლა ჩვენ თავს. თქვა თომამ ეს სიტყვა, სანამ არ ჩავყოფ თიც ჭრილობაში არ დავიჯერებ, მაგრამ ზის და ერთი კვირის განმავლობაში არც გმობაში ჩავარდნილი, არც საყვედური დასცდენია, არც ის უთქვამს, რომ არ აღდგარა მკვდრეთი და თქვენ რაღაცა მოგეჩვენათ. არც ის არ უთქვამს, რომ მოდი ახლა რასაც მინდა იმას ვიზამ, თავს გადავირჩენ პირველ რიგში, იმიტომ რომ სისულელე ყოფილა ყველაფერი ეს გადაგება. პირიქით. იჯდა და ელოდებოდა, სანამ არ მოვიდა მაცხოვარი და პირველი სიტყვა კვლავ იგივე თქვა, მშვიდობა თქვენი. იმიტომ რომ თომასაც სჭირდება ეს წონასწორობა მშვიდობისა, სხვაგვარად შეუძლებელია. სარწმუნოება მკვდრეთით აღდგომილისა ამ მშვიდობის გარეშე უკვე გითხარით.
ამის შემდგომ ეუბნება თომას, მოდი თომა და ჩაყავი შენი თითი ჩემს ჭრილობაში. და თომა აღიარებს, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. რაც იმას ნიშნავს, რომ თომას ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც მან დააყენა, ესე შეუსრულდა. ეს გახლავთ სწორედ აღდგომიდან ერთი კვირის თავზე. აი ახლა ჩვენ აღდგომიდან ერთი კვირის თავზე შეკრებილნი ვართ აქ. ჩვენც ხო გვაქვს ასეთი შეკითხვები. იცოდეთ რომ ღმერთის მუშტი კი არ არის გამოშვერილი ჩვენსკენ. ღმერთის გაშლილი ხელია გამოშვერილი ჩვენსკენ, რომელიც გეუბნება. მოდი და შენი ხელი მომეცი. მოდი და განიხილე ეს ყველაფერი. მოდი და იფიქრე ამ ყველაფერზე, ოღონდ აქედან დაიწყე. შვიდობა შენდა. აი ამ სიტყვებით დაიწყე, იმიტომ რომ არა ემოციის ფონზე, არა რაღაც სასწარკვეთილების ფონზე, არა გადაღლილობის ფონზე, კეიფობისა, ანუ კეიფობისა. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულებს, რაც თან ახლავს ხოლმე. არამედ რეალურად შეაფასე ის, რაც ხდება შენს თავს. რაც უთხრა თომა მოციქულს, რომ ნეტარი კი ხარ შენ ახლა, რომელმაც იხილე და გწამს, მაგრამ უფრო დიდი ნეტარია ის ადამიანი, რომელსაც არ უხილავს ეს ყველაფერი, მაგრამ სწამს, სჯერა და თამამად დგას ამ სარწმუნოებაზე და თამამად ამბობს ამ სიტყვებს, რომ ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტადა, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტადა, ალოცვილი და გახარებული გამხდარა. თქვენთან ერთად.